ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ქართული ხალხის უმრავლესობის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. და სწორედ ეს დღეს არის პირველი ასეთი საზოგადოებრივი დისკუსია, როდესაც ჩვენ ერთმანეთს მოусმენთ, გამოვხატავთ ჩვენ მოსაზრებებს, გავამდიდრებთ ამ მოსაზრებებს ურთიერთს აი ამ სხვადასხვა ფაქტობრივი მასალით და იმედი მაქვს, რომ ეს დისკუსია საწინააღმდეგო გახდება იმ ჯანსაღი პროცესის, რომელიც მიგვიყვანს ჩვენ საქართველოში აზარტული თამაშების პოლიტიკის გადახედვასთან და ისეთი კანონმდებლობის შექმნასთან, რომელიც ღირსეულ პოზიციას ღირსეულ პოლიტიკას წარმართავს ამ მიმართულებით. ჩვენი პოზიცია ამ მხრივ ნათელია, აგერ ბატონი გია გამოხატავს, აგერ წერილობითი ფორმით არის ჩამოყალიბებული. ჩვენ უყურებთ უარყოფითად ვართ განწყობილი, მაგრამ ჩვენ ახლა რა თქმა უნდა თავს ვერავის მოვახვევთ. ჩვენი პოზიცია ზოგადად არის ის, რომ ხალხი თვითონ უნდა გამოხატავდეს, ხალხია ძალაუფლების წყარო თვითონ და თვითონ უნდა გამოხატავდეს ასეთ საჭიროებო საკითხებზე თავის პოზიციას. იქნება ეს პლებისციტის რეფერენდუმი თუ სხვა საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული საშუალებებით. აქედან გამომდინარე მოგიწოდებთ, რომ თქვენ აქტიურად ჩაერთოთ ამ დისკუსიაში, ახლა ჩვენ პოზიციას გადაგზავნოთ ბატონი გია, შემდეგ დავაგრძელოთ საღამო. ახალგაზრდობად ყველას მოგესალმებით და მინდა ნორმალურად გადაგიხადოთ მოგზაურობისათვის და ქვეყნისთვის საჭირო და საკუთრივ დისკუსიაში მონაწილეობისათვის. მე მოგმართავ საზოგადოებრივი მოძრაობა სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ საინიციატივო ჯგუფის სახელით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მოძრაობა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ საზოგადოებრივი სტატუსით. არამედ იგი უნდა ჩამოყალიბდეს როგორც მეობრული საზოგადოება, რადგან ქართული ხალხის საზოგადოებრივი ცხოვრების და სულიერი კულტურის განვითარებაში თავისი ისტორიული მნიშვნელობით განსაკუთრებული ადგილი ყოველთვის ეჭირა ზნეობას. ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა გეიმესა დაპირისპირება, არ რაიმე ბიზნესის აკრძალვა კატეგორიული მოთხოვნით უკიდურესად მომწონში, არამედ უნდა გავუმართოთ სათამაშო ბიზნესის მესვეურებს, რომ ეს არის ძალიან მძიმე ცოდვა და ნეფსი თუნებისმე ამ ცოდვაში არიან არა მარტო მისი მიმდევრები, არამედ აზარტული დაწესებულებების, მიპატრონების და იგი დიდი უარყოფით ზეგავლენას ახდენს ქართული ერის ცნობიერებას. განსაკუთრებით კი სკოლამდელი ასაკის მოსწავლეებზე და ახალგაზრდებზე. რეალურად ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვება, რომ მხოლოდ ბრძოლის სულიერი ამბოხით ნაციონალური ცნობიერების გამოხუძებით შეიძლება, ეს ალბათ სადავო არავისთვის არ არის. სწორედ ამიტომაც დღევანდელ საზოგადოებრივ ატმოსფეროში უნდა მიმდინარეობდეს ქართული ახალგაზრდა თაობის ზნეობაზე დაფუძნებული საბრძოლო ცოდვა და უნდა ჩამოყალიბდეს მისი მოწინავე მხედველობა. სწორედ ამ თაობამ უნდა იკისროს დიდად ისტორიული მისია საქართველოს განახლებული ცხოვრების იდეური მესვეურება. თუ ვიცით, რომ აზარტული თამაშები ძიმე ცოდვაა და უზნეობაა, გამოდის, რომ სახელმწიფო არათუ ითავსებს ცოდვას, არამედ უწევს მათ პროპაგანდას და აკანონებს კიდეც. ამით შეგნებულად ხელს უწყობს და მოუწოდეს როგორც ჯერ კიდევ ფსიქიკურად ჩამოუყალიბო ახალგაზრდა თაობას, ასევე საქართველოს მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს უზნეო ცხოვრებისა. აქედან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოება აღარ უნდა შეეპყროს ყოველგვარ უზნეობას, აზარტულ თამაშებს, პროსტიტუციას, პორნოგრაფიას, ნარკომანიას, რომლებსაც ჩვენ ვიერი უკვე დემოგრაფიული კატასტროფამდელი ვიყავ. ჩვენ მოუწევთ ამ ბიზნესის მესვეურებს, რეალურად შეაფუძნოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და გაითვალისწინონ იმ საზოგადოებრივ უმრავლესობის მოთხოვნები, რომლის წარმომადგენლები თვითონ არიან და ორივე მხრისთვის მისაღებ გონიურ ვადებში უახდინონ თავიანთი ბიზნესის რეპოზიციონირება, გადაწყობა, რაშიც სახელმწიფომაც და საზოგადოებას უხელი უნდა შეუწყოს. ქვეყანას, რომელსაც აღებული აქვს კურსი კაზინოების, ბორდელების და ამაზე დაფუძნებულ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და არა საკუთარი წარმოების, მრეწველობის, განათლების და დემოკრატიის განვითარებაზე პერსპექტივა არ აქვს. სახელმწიფოს მიზანია თავისი ყოველი მოქალაქისთვის სოციალურ-დაცული სტაბილური გარემოს უზრუნველყოფა, მისი შესაძლებლობების ჯანსაღი მიმართულების მიცემა, თვით რეალიზაციის ატმოსფეროს შექმნა. ჩვენ ვართ საამაყო, დიდად კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანა და არ გვეკადრება ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც კაზინოები, სპორტკლუბები, ინტერნეტ თამაშები, ტოტალიზატორები და მათთა პოპულარიზაცია მოიცვა მთელი მედია სივრცე. სატრანსპორტო საშუალებები, შენობები,
და ასე შემდეგ. ყველა კარგად ვიცით სათამაშო აზარტისათვის ადამიანის ფსიქოლოგიური დამოკიდებულების შესახებ. სათამაშო ბიზნეს არ აქვს მეუღლეების საფუძველი. არ შეიძლება სამართლიანობის ელემენტის, ხოლო ყოველი ამის გაანალიზებისას ისმის სამართლიანი შეკითხვები. რატომ არის საქართველოში ასე პოპულარული სათამაშო ბიზნესი? ის უნდა რომ დაავადდეს ქართველის ეს გადაშენების პირადობები. ამიტომ არის სამართლიანი და დარჩენილი სამართლიანი შექმნელი ბოროტება. ამ კითხვებზე სამართლიანას მეუღლეი პასუხობრივი არ არსებობს. ამიტომაც ყოველი ამ გამოკითხულებას და ქართველის სრულად განადგურებას ბოლო უნდა მოეღოს. ჩვენ ყველამ ერთად ამ ბოროტებას უნდა ვუთხრათ არა და ამ სცენი დაავადებულ ჩვენ ზედაპირს მოგმართავთ. შეწყვიტეთ თამაში და შემოგვიერთდით. ხელისუფლების წყაროა ხალხი. ჩვენ გადავწყვეტ უმრავლესობით. რა იყოს წესი და რა არის. დავდგეთ ერთად და დავამარცხოთ ბოროტება, რომლის ასი და ფილოსოფია არის ათასობით ადამიანის გაუგებრობის ხარჯზე ერთეულების კეთილდღეობა. დონიკოვა მოგესალმებით. მეუბნებოდ გაგაცნობთ არაფისთვის სამასთან დაკავშირებით. თითოეულ ჩვენგანი გასაგებია სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით. მეზღვაურები რამდენიმე პრობლემა ამზადებენ მოსავალე. პირველი არის ეკონომიკის საკითხი, თითოეულ ჩვენგან ხშირად მასობრივი ინფორმაციის საშუალება ტელევიზია და არიციან მიმდინარეობს აიოცებული აგიტაცია სათამაშო ბიზნესის და მეორე პრობლემა უძირი გაზაფხულში მეზღვაურები ეს არის ემის ეკონომიკის საკითხი, როდესაც არასოქროსაც კი ინტერნეტის მეშვეობით აქვს საშუალება ასოქრად და მიიღო მოძიება ფარმაში ინდონეზიის საკითხებს. მე არ მინდა რომ ჩემი საუბარი ცოტა მოვიზრეში გაიმართოს, რომ ის საკითხი მინდა მოგმართოს კონიატო აიშქება ამ საკითხთან დაკავშირებით და რა პრობლემები გაჩნდა. ეს არის დისკუსია, ჩვეულებრივი სამართლებრივი საზოგადოებრივი განსაკუთრებით სამართლებრივი მოხარული ამ თემის ნახევარი ჩაერთვება აგრეთვე სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები და თავიანთ კომპონენტებს რაც მოგვაწევენ ამ თემასთან დაკავშირებით. პირველად ჩვენ საუბრობთ, ეს არის ხელმისაწვდომობის საკითხი, ალბათ ფიქრობთ, რომ ამ ეტაპისთვის რაღაცა კომიტმენტი უნდა მოხდეს, შეზღუდვა, რომ 21-მდე ახალგაზრდას არ ქონდეს სათამაშო საშუალება, გაცხადებული განსაზღვრული მიიღოს მონაწილეობა თამაშებში და მეორე რეკლამირების საკითხი, რაც ესოდენ დიდად სამწუხაროა, ეხლა რამე დარეკლამას, რამე ტელევიზიაში რეკლამის განთავსებისა და გადაღებას აი ამ პოზიციას. რაც შეეხება ათანას კალაგარით იქნება თუ სხვა პოზიციებს, სადაც შეიძლება ის გვენ მოსაზრება ჰქონდეთ, ამაზე თავისუფლად კონკრეტულად რომ შემოთავაზოთ. ეს უბრალოდ არის ჩვენი პოზიცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ფორმით არ უნდა არსებობდეს სათამაშო ბიზნესი, ხოლო ახორით უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი მოდელი კონკრეტული დასწრებულ ამასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა კაცნაბად დისკუსიას დავდომანებო მოგახსენებთ ბრძანებისთვის მოძრაობაში ჩაქრეს. უბრალოდ ჩემთვის როგორც დისკუსიის მოქალაქისთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი ყოველი სახალხო ყოველი ბავშვი ვიცეს ზიანდება და უბრალოდ სამწუხაროა რომ გზავნილი რომ ისწავლე იშრომელად არის ადამიანისგან პიროვნების განვითარებების საოცრებები ჩანაცვლებული ითამაშე და მოვიდა. ანუ იშრომელი ფულის შოულის რომელიც არის ძალიან მარტივად. ძირითადად სოციალური გაჭირვება მიიყვანა და მუშაობა ჩვენი ახალგაზრდები უმეტესად და თვითონ თუ აქ არიან მე შემექმნიან არის საქართველოს საქართველოს ჩვენ მოვალეებს ვინც არის თვითონ მოვალეები ან ემპირიის არის და ყოველ შემთხვევაში აი ჩვენ გვინდა რომ ეს არ იყოს ხელმისაწვდომობა რომ პატარა ბავშვმა არ დააქციოს ოჯახი, არ დაიქციოს საკუთარი თავი, საკუთარი ფსიქიკა და შემდგომში 20 წლამდე ახალგაზრდას არ ჰქონდეს შექმნის უფლება და მერე ეტაპობრივად უკვე ვთქვათ მათი უფლებების გათვალისწინებით მოხდეს ამ კანონის რაღაცა რეგულირება. მე იურისტი არ ვარ, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ჩემთვის ეს გაფრთხილებული მნიშვნელოვანი ნამდვილად მავნებლივი წამოწყების შესახებ და მოგესალმებინას, უცხოურ ქალებს და ჩემი ყველანი რესურსის გამოყენება მზადვა მონაწილეობა მეგობრებო მართლაც საშუალო საქმეში. ჩვენ მოგესალმებთ, რომ საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში არსებობს ისეთი კანონი, არასრულყოფილ ნორმის გადაღებისა და დაცვის შესახებ საქართველოს კანონი, რომელშიც ჩადებულია ესეთი ნორმა, რომ არასრულყოფილ ახალგაზრდები 18 წლამდე
გამოსვლები ახალგაზრდებს ეწევა სპორტ-კლუბებში მონაწილეობის მიღება თამაშის პროცესში, ხოლო 21 წლამდე კაზინოებში. და თითქოს ამით სახელმწიფომ მოაგვარა საკითხი ჩიპოლოგიური დამოკიდებულების პრევენციის კუთხით, მაგრამ სინამდვილეში მომხდა კიდევ უფრო დაღმავდა ეს პროცესი, როგორც მეტასტაზები ისე გაუშვა სახელმწიფო არასრულყოფილების ზუსტად მონაცემის გავლენის ფაქტორები და ეს გამოიხატება სწორედ ეგრეთ წოდებულ ონლაინ თამაშებში. იცით, ფრეი აჯარაკო აიხსნა ესეთი ელექტრონული ვებგვერდი, რომელზეც ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია დარეგისტრირდეს მეტიც იმისთვის, რომ იგი იყოს სტიმულირებული, რამდენიც შეძლოს გახდა ცნობილი სტუდენტ ახალგაზრდობაში არ იგებენ საკრედიტო ბარათებს 200 ლარის ოდენობით, ეს არის სრულად უპრეცედენტო ფაქტი. პრაქტიკულად არ დარჩა ამის ცნობის მოყვარეობის მქონე სტუდენტი ახალგაზრდა, რომელიც ძნელად თუ ასე ვთქვათ არ ცდურდება და არ მიიღებს ამ კრედიტს. არა მხოლოდ სათამაშო მიზნით, თამაშის მიზანზე არ არის, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში სწორედ ესეთი საკრედიტო ხაზები იხსნება იმის სტიმულირებისთვის, რომ ახალგაზრდები ჩაერთონ აი ონლაინ თამაშებში. და მე ხდება კატასტროფა, მე ხდება უკვე ეს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება და მთელი საზოგადოება ამ კატასტროფის წინაშე. მე მადლობ დარწმუნებული, რომ მხოლოდ ამ მამიზე გავლენის შესახებ საქართველოს განვითარების მიწის შემუშავებას და ფუნდამენტალური ინსტიტუციების შესვლა ჯერ პირველ რიგში ეს არის მენტალური დამოკიდებულების დამოკიდებულებაზე უარის თქმა, მე მგონი, რომ თავად ახალგაზრდობა და სტუდენტობა უნდა მიიღოს ძალიან აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში და იმედი მაქვს, რომ ამ მეტად მამულიშვილით და კეთილშობილით წამოწყება სწორედ ახალგაზრდები აუპოვენ მხარს და მათ შორის ისინი, ვინც უკვე თავის თავზე განიცადა რა არის დამოკიდებულების მამიზე გავლენა და რამოდენ დიდ ავადობასთან საქმე. ძალიან დიდი მადლობა მემიწვევთ და მეც გიცხადებ თანაზომასთან პარაჯერებს. მადლობა. დასურველი იქნებოდა, რომ მეტი ჩართო ყოფილიყო ჩვენ ამ თემაზე რაც ისწავლია. კი ბატონო ბრძანე. მოგესალმებით საზოგადოებას. მინდა ჩვენი ორგანიზაციის სახელმწიფო განცხადება გავაკეთო. ორგანიზაცია ეროვნული რელიგიური ინსტიტუტის განხორციელება. 1 ნოემბერს მე-9 აფიცეთში კონსილიუმი ვასილ და მიცოლა სტომარ. Чего? Primul mes metri epizodeci კატიცემო კონსილიუმი ვასილ მაგალითესთან ვიდეომა სტომარმა პატარმა და ოქტორიშვილმა ისაუბრა აზარტული ბიზნესთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ აპირებს ორგანიზაციის დაბუხნებას სამოქალაქო საზოგადოება სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ და აპირებს პეტიციით მიმართოს საქართველოს ხელისუფლებას. მინდა აღვნიშნოთ, რომ ორგანიზაცია ეროვნულ რელიგიურ ინსტიტუტმა ამ წლის აგვისტოს თვეში შეაგროვა ხელმოწერილი მოთხოვნით შეძლეს სათამაშო ბიზნესის რეკლამირება და დატესტეს შეზღუდვები. ჩვენმა ორგანიზაციამ 23 ოქტომბერს პრაის-ტაიმის პრეს-კლუბში გამართა პრეს-კონფერენცია სახელწოდებით პეტიცია სათამაშო ბიზნესის შეზღუდვის შესახებ. აღნიშნული პრეს-კონფერენცია გაშუქდა როგორც ტელევიზიის, ასევე პრესისა და ინტერნეტ სივრცეში. ეროვნულ რელიგიურმა ინსტიტუტმა უკვე მიმართა პეტიციით ხელმოწერებთან ერთად პრემიერ-მინისტრ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მიუხედავად იმისა, რომ გადაცემაში ერთ-ერთი სიზუსტე იქნა გაშლილი ჩვენი ორგანიზაციის მიდგომები და გზავნილები აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, ვინდა გჯეროდეს, რომ ბატონი კოროკვეჯიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ქვეყნის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრებისადმი ყურადღების ნაკლებობით აიხსნება. ჩვენ მივესალმებით ყველა მოქალაქეს და საინიციატივო გუნდს, ვისაც აზარტული თამაშების შეუზღუდავი რეკლამირება მიუღებელი. ამავდროულად ყოველად გაუმართლებელი და არაეფექტურია უკვე ჩატარებული სამუშაოების თავიდან ჩატარება და ყველაფრის თავიდან დაწყება. მოუწოდეთ ყველას, ვისაც აღნიშნული საკითხი შინაარსობრივად მნიშვნელოვანია, გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა და მიმართოთ იგი ამ საქმის არა დასაწყებად, არამედ დასასრულებლად. და თქვენი ნებართვით აგერა ბოტანელი მაქვს პეტიციის ტექსტი, რომელსაც მიმართეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენი სრული მართლაც ეს არის, რომ გავერთიანდეთ და არანაირი კონფრონტაცია ესე არ გამიგდა დაფრეს საზოგადოებას პირიქით გავერთიანდეთ და ერთად ვებრძოლოთ ამ წესს და ამ ბედურებას გასწრებანაში. და ერთი რო არ გამიგზავნეთ ანონსის შესახებ რას ვაპირებთ ჩვენ მოვალგებთ ჩვენ ახლა ველოდებით პასუხს კანცელარიიდან აი ამ პეტიციისთან დაკავშირებით და ვაპირებთ შემდგომ რა იქნება ჩვენი შემდგომი მომავალი კედლები.
ეს არის ძალიან მოკლე ტექსტია და ძალიან თავშეშელეოთლეთ. ქალაქ თბილისის მერ ბატონ გიორგის იგი უგულავას არასამთავრობო ორგანიზაცია ეროვნული რეგიონისთვის პეტიცია კაზინოს შანგრილა დემონტაჟის შესახებ. 2012 წლის 27 იანვარს ძველი თბილისის ტერიტორიაზე კერძოდ ციონსა და საბაქრებას შორის გაიხსნა სამორიდე შანგრილა. ტერიტორია სადაც მდებარეობს აღნიშნული კაზინო ცნობილი და აღიარებულია როგორც წმინდა ადგილი. აქ არსებული რელიგიური და კულტურული ძეგლების გამო. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის დაწესებულების ფუნქციონირება დაუშვებელია და შეურაცხყოფს როგორც მართლმადიდებლობას და ეკლესიას, ასევე იმ 100.000 რომელიც 1227 წელს სარწმუნოებისთვის მეტეხის ქითან ეტანა. ამასთანავე გვინდა აღნიშნოთ, რომ სამორინო როგორც ნაგებობა სრულად უსახურია და არ ჯდება ძველი თბილისის არქიტექტურულ სტილში. და ამასთან დაკავშირებით კვირას 2 საათზე გავანონსოთ თქვენი შეგვიძლიათ ბაზობას იწოდეთ მოგვეცა საშუალება ჩვენი გავაკეთებინა განცხადება კვირას 2 საათზე გავმართავთ აქციას. შანგრილას წინ და ხოთ მომსამდით და ხარი დაგვიჭიროთ. დიდი მადლობა. რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ? მეგონი ახლა აქ რაღაც გაყოფაზე ხო არ მეუბნება. არც ახლა აქ არის ზოგადად იმაზე რომ ამისად მივახციოთ ხო? თუ თქვენ აკეთებთ ამ სამუშაოს სამუშაო სამკალიფრია და როგორც თქვენ და გამერცხუნეთ ახლა რომ ამას კიდე ბევრი ორგანიზაციას რომ დაემატოთ ოღონდ ერთი პირით იმოქმედონ და ერთიანად იმოქმედონ ამას და მხოლოდ ხელის მხოლოდ უნდა გაუხარდეს ხოლმე მათ შორის მეც ახლა პირველად გავიგე თქვენში შესახებ გამიხარდა რომ ეს სამუშაო გაკეთებული ქონდა და აქცია დაგიგიგო. ასე რომ აქ მეგონი არც არაფერი არ არის პრობლემა. ჩვენ ახლა ვისაუბროთ შედეგს როგორ მივახციოთ, როგორ დავაყენოთ შედეგი, ეს არის თავი. მე მგონი აქ პოლიტიკურ დინამიკაზე არ უნდა ვფიქროთ. სხვაც იქნება სულ ჩავერთოთ მომაი. ეს პირველ რიგში და საზოგადოებას გახლავთ გამიგის სკოლების რეაბილიტაციის ცენტრიდან. ასევე ჩვენი ორგანიზაცია რაღაცებისთვის განმავლობაში რაღაცებს ვაკეთებთ, თუმცა ფაქტობრივად არ არის ცნობილი ისმის მან. პირველ რიგში მინდა ვთქვა, კარგი იქნება თუ ჩამოვაყალიბებთ მიდგომას. რა საკითხი უნდა ვებრძოლოთ ამას? ერთი არაცაკი მეგობარ აღნიშნა, გამოვიდეთ გავმართოთ აქციები და მოუწოდოთ ამას აკრძალვა. რაც რაღაცებიც მოგცემს, მაგრამ გამოიწვევს ახალ დამატებით საფრთხეს. პირველ რიგში რიფორმებში მოხდა უკვე იგივე აკრძალვა და გაჩნდა ეგრეთ წოდებული ირატაქვეშა სამორინეები და იქ უფრო გამძაფრებული არის, იმიტომ რომ ხდება უამრავი დანაშაული, მკვლელობები და ასე შემდეგ. მეორე აქ ქალბატონი ფსიქოლოგიას დამეთანხმება, განწყობის თეორიის საერთოდ იმას გამოვიყენებ, ან თუ ჩვენ არ ჩამოვაყალიბებთ იგივე სტუდენტებში საზოგადოებაში იმის განწყობა, რომ ეს თამაში არის ცუდი და ამას უნდა მიუღებთ როგორც დავუშვათ ნავლის, რაც ჩვენ მიცემა საზოგადოება ამის ყველა ასე აუძლებს, ისე არ გამოვა არაფერი ჩემი აზრით. იმიტომ რომ ჩვენ ჩავატარებთ კვლევას სტუდენტებს შორის, სადაც საკმაოდ დიდი ნაწილი არის დამოკიდებული აი ამ ინტერნეტ რეგისტრში დავუშვათ რა ინტერნეტ თამაშში, რომლის 60%-ზე მეტი ფიქრობს, რომ ეს არის უბრალოდ გართვლა. არანაირ დისკომფორტს არ უქმნის ის, რომ დავუშვათ სისხლს წააგებს ათლას და ხშირ შემთხვევაში ინტერნეტით წაგებული თანხები არ არის მასშტაბის ესეთი კონსოლების, როგორც კაზინოში წაგებული თანხებია და დამფუძნებელი შედეგები ჯერჯერობით ასე ვთქვათ არაა და ვერაფერს ცნობიერობენ, რაც სუდია ეს ყველაფერი. ამიტომ კარგი იქნება, რომ ერთ-ერთი მიდგომა გამოსაზრდოთ ჩვენ ისეთი პროექტები, რომელიც მიმართული იქნება უარყოფითი მოდელის ჩამოყალიბებისთვის. აი როგორც თავის დავუშვათ ნარკომანია იყო ასე ვთქვათ წახალისებული ახალგაზრდებს შორის და შემდგომ მოხდა ნელ-ნელა ამასთან ბრძოლა და ეხლა ასე ვთქვათ შემცირებულია ესეთივე რაღაცას თვლი რომ უნდა გაკეთდეს იგივე ახალგაზრდებთან მიმართებაში. ეხლა მოთამაშე ვინც არის კაზინოს და დიხნის მოთამაშე იმან ყველამ კარგად იცის, ყველას აქვს სინამდვილის ცნობა, ყველამ იცის რომ ეს არის ცუდი, დამღუპველი არა მარტო თავისთვის, თავისი ოჯახის წევრებისთვის, ქვეყნისთვის და მთლიანად
მაგალითად ეხლა პოლონეთში საერთოდ აიგრძალა ეს თუ საქმის გულში თუ ხართ არ ვიცი შეიტანეს პარლამენტში მიიღეს კანონი რომ აკრძალულია ეს ინტერნეტ ონლაინ თამაშები ინტერნეტ კაზინოები ეწოდება შესაძლებელია აქაც მივახციოთ ამას მაგრამ ამის გარდა უნდა მოხდეს პარალელურად მუშაობა იგივე სტუდენტებთან იგივე ახალგაზრდებთან არასრულწლოვანებთან რომლებიც სკოლის მოსწავლეები არიან და მე პირადად მაქვს რამდენიმე შემთხვევა რომელიც თამაშობს ბავშვი 15 წლის და 16 წლის აი ეს მინდოდა მოკლედ მეთქვა რაც შეეხება ამ იმას რა და უფრო ციხლისეულად რა თქმა უნდა ვითანამშრომლოთ ყველამ ერთად ყველას თავისი აზრი და თავისი მიმართულება და თუ არ ვიქნებით რადიკალურები და უფრო ცოტა სიღრმისეულად მიუდგებით ამას მე მგონი უკეთესი იქნება საზოგადოებისთვისაც ჩვენთვისაც და ქვეყანასაც რაღაც იმას წაიყვანს მოგესალმებით დავით თითოშვილი წინამძღოლის მოძრაობის წარმომადგენელი. ნამდვილად კეთილშობილი მიზანი და ინიციატივა არის მოსასწავლებელი და საშუალო საქმე. თუ რამდენ ტრაგედიას სტატისტიკას ნამდვილად ვერ მოვიყვანო, მაგრამ თუ როგორ დიდ ტრაგედიებთან არის დაკავშირებული სათამაშო ბიზნესი და საერთოდ აი სისტემატიკური ჩვენი განაჩენს რაღაც ნაცნობი თემა და პრობლემა არის ანარსებობს მეზობელი მეგობარი ნათესავი რომელიც ოჯახში საშიახია ამ პრობლემამ. ერთადერთი გამოსავალი ალბათ შეიძლება სამართლებელი თვალსაზრისით ჩამოაყალიბო პოზიცია ის არის რომ უნდა კანონმდებლობა გადააკეთონ ისეთ კანონს რომელიც არის კანონი ლატარიის მომგებიანი და სათამაშო ბიზნესის მოწყობის შესახებ. ახალი რეგულაციები, ახალი რაღაც გარკვეული შეძლებები იქნება საჭირო იმისათვის, რომ ეს პრობლემა იქნეს დაწესებული. მადლობა. მე გავთავართ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი თამაში. ეს რა თქმა უნდა განვიხილოთ რამდენიმე კუთხით, ანუ დასავლეთის ქვეყნებში, რომელსაც ასეთი საფრთხე, ასეთი სათამაშო საფრთხე შეიქმნა, თითქოს მათ ბიუჯეტში, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტში შექმნეს საკმაოდ დიდი პოლიტიკური ფაქტორი. მაგრამ მას აქვს ძალიან დიდი მეორე უარყოფითი მხარე ის, რომ როდესაც ადამიანი არ ვერ მუშაობს, არ აქვს დასაქმება, ანუ მე პირადად ვიცნობ ოჯახს, სამწუხაროდ ოჯახს, როდესაც ქმარი თამაშობდა თავდაპირველად ასეთ თამაშობდა, შედიოდა სათამაშო ისინი რომ არის ნომრები რაღაცები, მე არ ვიცი ვერ ვერტები და ნუ აკეთდა. მე ინტერნეტის რომ ასე თქვა ცოლით ჩაიწყი ამ საქმეში და მოკლედ ცოლ-ქმარმა დაიწყო უკვე ასეთ სათამაშო თამაშის სიარული, სამწუხაროდ ხან მოიგებდნენ, მე წააგებდნენ და ბოლოს მე რაც პირადად ვიცნობ ამ ოჯახს, მათ თავიანთი ოროთახიანი კინო ვაჟა-ფშაველის პროსპექტზე გააკეთეს და გადავიდნენ, ითულებული იყვნენ გაეკიდათ, იმიტომ რომ აღებული ჰქონდათ ვალები, ანუ იმ სათამაშოდ და მოკლედ შვილებიც წაიყვანეს და მამაპაპის ერთ-ერთ სოფელში სამწუხაროდ გადავიდნენ საცხოვრებლად. და ასეთი რამე ძალიან კი არა უარესი შედეგებითაც თავდება, ვიცი, მკვლელობები, თავის მოკლა და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, მე პირადად მივესალმები იმას, რომ დიდ ქალაქებში კონკრეტულად აიგრძელოს ასეთი თამაშობები. მართალია ძალიან დიდი წინააღმდეგობა წავეწყდებით, იმიტომ რომ ამაში ძალიან დიდი ბიზნესია ჩართული და რო თქვენ იმფარველობს კიდევ ეს გამოსახულებია, მაგრამ ძალიან ცუდ შედეგებს იძლევა მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის. და ეხლა რაც შეეხება ისეთ მინდა კიდევ ერთი საკითხი გამოვჭრა, ვისაუბრებ შემთხვევით, აი ბატონმა დიმიტრიმ ახსენა 200 ლარიანი კრედიტები ასე ვთქვათ. მე სამწუხაროდ ჩემს ერთ ახლობელს აღმოჩნდა ასეთი კრედიტი აღებული და გამეკვია ამ საქმეში რა ხდება. ანუ საქართველოს ბანკმა ექსპრეს ასეთი მომსახურება ადრეს, ანუ ადამიანს ჭირდება ფული და ადრეს 200 ლარიან კრედიტს ერთი წლის ვადით. და ყოველ თვე მან უნდა შეიტანოს თვის დასაწყისში 10 ლარი და თვის მეორე ნახევარში კიდევ 10 ლარი. ანუ თვეში 20 ლარი.
და ეს ერთი წლის განმავლობაში ელემენტარული გამოთვლით არის უკვე 240 ლარი. მაგრამ როცა ამას იხდის ადამიანი წესრიგისიერად დაგიკვირებული, ხო გადაიხადოს ეს არის მისი თქვა ამ კრედიტის სარგებლობისთვის ასეთი პროცედურა. წლის ბოლოს მას ისევ 200 ლარი გადაუხდები რჩება. და ეხლა წარმოიდგინეთ, იმის საშუალება კი არ აქვს, რომ თქვა აი რაღაცა იმუშავა, რაღაცა და თქვა 20-30 ლარი დააგროვა და ეს ნაწილი შეიტანოს. არა ბატონო, სანამ მთლიანად 200 ლარს არ დაფარავს, მას ის ჯარიმების სახით უკვე წლის ბოლოს ერიცხება და მაგალითად ეს 200 ლარი პრინციპში ჩდება 500-600 და შეიძლება 1000-ზე წასულიყო. და ასეთ ამას აკეთებს სამწუხაროდ ჩვენი უდიდესი ბანკი, საქართველოს ბანკზე მე მგონი ძლიერი ორგანიზაცია ამ იმაში სფეროში არ არის და ნუ ესე იგი სასწრაფოებრივია შემინაცნობ, იმიტომ რომ ამათაც ანუ თვეში თვითდასაწყისში 10 ლარს და თვის მეორე ნახევარში კიდევ 10 ლარს ხომ იხდის. ერთი წელი გავიდა და ის თავი ის 200 ისევ გადასახდელი აქვს და იმას კიდევ ჯარიმები ერიცხება და წარმოიდგინეთ ეს სად არის. და ბატონო დიმიტრი, მე პირადად ხა ვიცი რომ თქვენ უამრავი პრობლემა გაქვთ, მაგრამ იქნებ რამენერად ეს პრობლემას წამოჭრათ, იმიტომ რომ ეს არის ადამიანის როიტყვიან თავის მარწუხებში მოქცევის აქ უკვე ყველანაირი უფლება ირღვევა უბრალოდ იმ კრედიტის ამტკიცის, იმიტომ რომ მას არის უფლება ნაწილობრივ შეიტანოს და დაფაროს ეს კრედიტი და როგორი გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან და გამოუვალი მდგომარეობები. ძალიან დიდი მადლობა და მე პირადად ყველანაირად დაგიწყებით გვერდში რომ აი სათამაშო ბიზნესი რაღაც სხვა ჩართვებს. ვის არის სოლიერი? მოგესალმებით. სერგეი პეტროვიჩი მადლობას მოგაცემთ მოსაწყისად და უცებ და აღნიშნე რომ ეს არის უდიდესი მანკიერება ალბათ არა მარტო ჩვენი თაობის ჩვენი კაცებია რომ უწოდე სნეულება უნდაური განვითარებაში ძალიან ძლიერი ისტორიული წყობს გავაკეთებ და გეტყვით ალბათ თქვენთან მოიცოდეს რომ სათამაშო პრობლემატიკები და ის როდესებია ეს საკითხი ძალიან არახალია ძვირია ჯერ კიდევ ჩინეთში მესამე საუკუნეებში ხელთან წავიდა იქიდან მოდის და ყველა ფილოსოფოსები ყველა ჩვენი ადამიანი აღნიშნავდა რომ ეს არის ნეურები საზოგადოებისთვის ძალიან ისეთი რთული პრობლემა რომელიც არის გადასალახავი დღევანდელი ზოგადი სტატისტიკა არსებობს რომლის მიხედვითაც სადღაც 5% მთელი საზოგადოების არასრულწლოვანები თუ მასაკიანი ხალხი ჩართულია ამ საქმეში და არის ძალიან პრობლემატური თემა. ჯერ კიდევ პირველი სამორინეები, რომელიც საფრანგეთში ერთი კარდინალ მაზარინის ასე ვთქვათ მითითებით გამოსულა ლუდოვიკო მე-14-დან, იქაც კი აი ლეს პასკალის ცნობილი გამოგონება რუბლეტკა, რომელიც ყველამ ვიცით რა პრინციპითა და რა ასე ვთქვათ რთული ეზოთერული სემანტიკა არის ჩართული ამ რულეტკის თემაში. იქიდან მოყოლებული იწყება ის დიდი პრობლემები, რომლებიც როგორც წესი მთავრდება ყველაზე დიდი ხშირ შემთხვევაში მართლმადიდებლური პოზიციების გაჟღერება და შეიძლება არაპოპულარულია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს არის აი სასოწარკვეთილების უდიდეს ჯაობში აგდებს ადამიანს ეს ყოფა და ბოლოს უფიცგებს სუიციდისკენ, თვითმკვლელობისკენ. ეს არის ჭაობის ფსკერი. საერთოდ მიექანება ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართულია ამ საკითხებში. ამიტომ მე როგორც ადამიანი და საზოგადოების ერთ-ერთი წევრი ძმა და როგორც ვიღაც ძმა პოლიტიკაში და ჩემს და მე მინდა ყველას უთხრა რომ ეს არის დიდი პრობლემა და თუ აი ეს ალბათად აღნიშნა რომ და მოსულიყვნენ აი ეს გემბლერები მოთამაშეები და მათი პოზიციაც არის საინტერესო იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ და ამ პრობლემას უტრიალოთ იქიდან მაგრამ ის ადამიანები უშუალოდ ვინც არიან ჩართულები ამაში იმათი ვერაფერი ვერ გავიგოთ აი იმათი ფსიქოლოგიური პრობლემები რა პრობლემებთან მოხდა დიდი მადლობა
Saxo business წარმომადგენლები თუ არა? ყველგან ეს საქართველოს ასაკი არ არის ქართულას შეიძლება. აი მაინტერესებს ადამიანთა თავი რამდენი ვახში გადადა. აი სად არის თუნდაც უბრალოდ დაინტერესებულა რატო ვარდება, რატო იგლას უსწავლოს ადამიანებს, რატო ვარდება ხალხი. სადაც ხალხი მართლაც სადაც გასაგები ჯერდება. ეს პროსტიტუცია ნარკომანია. ოდითგან უმშევრობას რა გვაქვს, მაინც ვერ ვფიქრობ. უმშევარი ქართული ხალხი მაინც Another Preocupa ახალგაზრდობა ხალხის პროექტი კაცებია. მოუწოდეთ პროექტებს, ვისაც სტატისტიკას უყურებს. გავერთიანდეთ ჩვენ და ცოტა უფრო მომთხოვთ დაჩქარება ხალხის. თუ არის სამევა ხედავთ ახალგაზრდობა. ძალიან უფრო მივიდეთ პირადად, სადაც ეს აქცია ეწოდება. ყველა ქართველი და ჩავშრო ხელი ჩვენ საკაპალებელი უნივერსიტეტში ვთხოვთ ახალგაზრდობას, სადაც მეც განიჭირება მიღება Sașului Satuia, faptul că dacă ყველა დედა ხმა გამიანება მართლა საკუთრება იქნება და გადავაჭრეს დაგეგმეთ მიწო ყველა დედა არ დავიწყო თამამ ვიჯი რა უნდა გავაკეთო დაგესაკეთე და მადლობა მოგაიწია იმადლობა მართლა საკუთრების და საკუთრებას დაიეშვება პროექტები ვაფასებ მოგესალმებით და მოგილებები და გამოფხატო ადამიანების წინააღმდეგ გამოსხმული კამპანიის სამართლით. მე გახლავთ საავადმყოფო სერვის ერთ-ერთი საავადმყოფო სერვის დირექტორი და მინდა მრავალი ჩვენთან მოვარჯიშე აუდიტორიის სახელით მოგმართო. ესენი არიან დაუხტული ახალგაზრდა გოგონები, რომელთაც სიყვარული შექმნა ოჯახები დაინგრათ რამდენიმე წელიწადში სწორედ ამ აზარტული თამაშის მიხედვით. Azartului თამაშის რეკლამირების აღწევა. მარტო რეკლამირება არ არის მინდა გითხრათ თავი მოგივი რომელიც გადაარჩენს ამ ესოდენ ამ დიდ პრობლემას. იმიტომ რეკლამირება სულაც არ იყო დაგჭირ პირველ ჩემპიონატის პერიოდში და საერთოდ არ იყო და ტელევიზია არ იყო ხალხს, მაგრამ სწორედ მაშინ დაიწყო სათამაშო ბიზნესი, სწორედ იმ პერიოდიდან მოდის და დღემდე ვრცელდება და ვერაფრით ვერ აღიკვეთა ეს პრობლემა. Ჩვენ მინახავს უამრავი ადამიანი, რომელიც გახურულია საბანკო პირობებში და გახურულია წვინები და ეს არის ფაქტობრივად ოჯახში, როდესაც არის ეს პრობლემა. ოჯახის წევრი ფაქტობრივად ხდება ამ ოჯახისთვის უნებლიე რეკეტი. რეკეტი გაგებით რომ არა მხოლოდ იმით რომ ძალადობი წაიღოს ოჯახიდან თქვა თუ არა მაშინ რომ უხსნა დაჩოქილი ევედროს მშობლებს ევედროს რომ გადაიხადოს ის ეგრეთ წოდებული თავი რომელმაც მიიყვანა ის ინდონები შეიძლება ფიჭრობამდე მივიდეს და ყოველივე აქედან გამომდინარე ოჯახი ხდება იზოლებული რომ ფაროს ამშვენის სვალები და შედის ის საბანკო პირამიდაში რომ ფაქტობრივად შეუძლებელია თუნდაც ის სოციალური პროექტები რითიც დღეს დღევანდელ ხელისუფლება მოდის არანაირ სოციალურ პროექტს აზრი არ იქნება თუ ეს ამხელა პრობლემა იარსებებს საზოგადოების წინაშე შემდეგ უნდა გამოვიდოს დავუშვათ ის ისინი რომლებიც უკვე დაავადებული არიან და ლუდომანიის დონეზე არიან და დავუშვათ ის 18 წლამდე ასაკის ბავშვები რომლებიც დღეს არიან პოლიციურად ამ თამაშის მსხვერპლი ისინი ვინც უკვე დაავადებულები არიან რითმიდა ჩვენ არ მოვყვეთ მათ პრობლემები მაშინ მოხდეს მათი აღრიცხვა და ლუდომანები ვინც არიან მე არ ვიცი ზუსტად მათი ტერმინოლოგია მაგრამ გამიგია თუ შეიტანო შავსიაში ვინაიდან მათ ვინც უკვე დაკარგეს ბინები მათ დასაკარგავი ფაქტობრივად არაფერი აღარა მათ დასაკარგავი გახსოვდა მხოლოდ საკუთარი სიცოცხლე ბინა დაკარგეს ოჯახი დაინგრა ჩვენთან ვეღარ მიდიან
ურთიერთობაზე ჭირად უფლებასთან არასდროს გაცილებული მეუღლე მშობლებთან კონფლიქტია, საზოგადოებასთან კონფლიქტია. და რა რჩება გამოსავალი? გამოსავალი არის ორი: ან საერთოდ აიგზავნოს თამაშის ბიზნესი და ვეჯახებით ალბათ ეგრეთ წოდებულ თამაშის მაფიას და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ არც არ ბოლომდე გაცნობიერებული ხალხის გამხდარა საზოგადოებაშია, ფერმი ჩადგმული და რამხელა ცოდვაში ფაქტობრივად რამხელა ცოდვის წინაშე და ამიტომ მე მაინც მიმაჩნია, რომ უნდა მოვითხოვოთ მაქსიმუმი, რათა მივიღოთ მინიმუმი. მით უმეტეს დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება მოვიდა იმ თავი ღირებულებით, რომ ადამიანი როგორც თავი ღირებულება და სწორედ ეს ადამიანის როგორც თავი ღირებულება გულისხმობს იმას, რომ ყველანაირად იყოს ეს ყველაფერი გათვალისწინებული. და კაცრი რეგულაციები რაც შეეხება რეგულირება როგორც აღნიშნა ეს ერთ-ერთი ბოლომდე გამოსვლის მაძიებელია და კაცრი რეგულაციები კანონის მხრივ თუ ბოლომდე არ აგიგზავნა მაშინ უნდა მოხდეს თუნდაც იმით რომ საკრედიტო ბანკები კი არ მისცეს საქართველოს ბანკმა მოთამაშეებს არამედ როდესაც მათ იქნება საკუთარი შემოსავალი როდესაც ესეთი უმუშევრობა იქნება ქვეყანაში გამეფებული და შეეცვალებენ თამას საკუთარი ფული მოგეხსენებათ აღები შეიხები მთელი წელი მუშაობენ მართლა დიდი ჩემოდნებით ფულით ჩადიან ლას-ვეგასში და ცალკე ჩემოდნებით ჩამოდიან და ჩვენს უმუშევრ ახალგაზრდობას რა ფინანსები გააჩნიათ რითი უნდა ეთამაშონ ამ ახალგაზრდობა საერთოდ ესე იგი ფული რომელიც მას ფაქტობრივად ხელში არ უკავია გამოდის რომ მათ უკიძგეთ ამ კრიმინალისკენ სახელმწიფო დაიცავს კრიმინალზე წასულ ამ მოტივით კრიმინალზე წასულ ახალგაზრდას მაშინ ერთ-ერთ სტატიაში ეწერა რომ როგორც ინკვიზიტორები ისე გამოჩნდებიან რომ ისაც კარგად ვიცით რომ როგორ მორფოლოგიური ცვლილებების დონეზე მიმდინარეობს პირში ცვლილებები და ჩვენ ფაქტობრივად ფსიქიურად დაავადებულებებზე ვაკეთებთ და ვავსებთ ბიუჯეტს რომელ მოგებაზეა ლაპარაკი რომელ მილიონებზე მაღლა ლაპარაკი როდესაც იღუპება არა მხოლოდ თვითონ ის ახალგაზრდა ჯაჭვური რეაქცია მისი უფროსი თაობა მშობლების თაობა მისი ქვედა თაობა შვილის თაობა იღუპება მცირე ბიზნესები აღავდეს დიდი ბიზნესი რასაც თამაშის ბიზნესია და ჩაიძიროს ყველა დანარჩენი მცირე ბიზნესი რომელშიც მოთამაშეების მშობლები ცდილობენ რომ როგორმე მოგებაზე გაიყვანო აი ეს შეკითხვები მაქვს სოფლობასთან და იმენ დიდი მადლობა არჩევს ერთი ლაპარაკი თუ შეიძლება მე როგორც მოქალაქე როგორც მისწერი და როგორც დედია და დედა მე ძალიან გულწრფელი ვარ რომ გაიყვნა ბავშვები და ეს ბიზნესი და ეს მოგება არის იმას რომ ჩვენი ბავშვები გაიყვნენ ესე და ეს არის საუკუნეს ეს ჩვენ ქვეყანაში არ არის მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ გასწავლები და ასეთი გაჭირვებაა და არავის არ აქვს უფლება რომ თავის სიამოვნების გულისთვის კი აინგრევა ოჯახები და ეხლა აღარ მოვყვებით რომ ძალიან ბევრი ლაპარაკი და ანუ თავდაპირველობა და ძალიან ბევრი ვიცი გავყვეთ მე მოვიტყო პირადად რომ დაიხუროს ყველა ეს სამურინეები და ეს ლოტები კლუბები და გადავიდეს სადღაც ძალიან შორს ქალაქიდან და ვისაც ბევრი ფული აქვს და გადასაყრელია და მეტი საქმე არ აქვს და მაგით ვერაფერს ვერ ერთობა და შეზღუდულია წავიდეს იქ და მანქანები ყავთ და ითამაშოთ და გადაგრინდეულ მოაშოროთ ჩემს რომ ბავშვები არ ჩავარდეთ ისე ამცებ განსაზღვროს და ეს უნდა აღმოიფხვრეს აუცილებლად და ძალიან მალე მე მოვიტყო რომ დაიხუროს და მეგონი ბევრი დამიჭერს მხარს რომ დაიხუროს საერთოდ აიგზავნოს როგორც ლონდონში მაგალითად პარიზში პირად ვიცინენ რომ არც ერთი კაცი არ აქვს და საბერძნეთში 10 მილიონი ცხოვრობს ადამიანი და მარტო ორი კაცი მოვა ვახელა ისაა ათენი ძალიან კარგია ესე იგი ყველა მხოლოდ დამიჭიროთ ხარი და მოიწოდოთ დაიხუროს ეს სამურინეები დიდი მადლობა ერთი პატარა ინფორმაცია მოგაწოდოს ატენციის სახით ესე იგი საქართველოს რეგიონში არის მე მეგულისხმობ თურქეთი, აზერბაიჯანი, სასულთნო საქართველო პირველ ადგილზე სუიციდის შემთხვევებით. დაახლოებით 700 კაცი, რომელიც ფატალური შედეგი მთავრდება სუიციდის შემთხვევებით. აქ არ არის გათვალისწინებული, რომლებიც გადარჩნენ ამ სხვაგიდან დანარჩენი. ესე იგი აქედან გამომდინარე რა ხდება რომ იმ კვლევები ესე აჩვენებს რომ იმ ქვეყანაში სადაც კაზინოები და აზარტული თამაშები განვითარებულია სუიციდის შემთხვევები ორჯერ იმატებს ეს ძალიან დიდი ციფრია ძალიან დიდი
ინტენსიური, მით უმეტესო ჩვენს მეზობლობის სომხეთში და აზერბაიჯანში, სადაც 100,000 კაცზე 3 შემთხვევა არის. და საქართველოში უკვე 9 შემთხვევა არის. ახლა ჩვენ კიდე დისკუსიას გეგმავთ მაესტრო სამზომოსო იმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ხთიაში ჭინოს გადაცემაში მოხდეს დისკუსია. როცა ჩვენი დისკუსია დამთავრდება აქ, მე შოულებს და წარმომადგენლებს ვინც თოს გამოდიოდა, ვთხოვთ ტელეფონები დაგვიტოვოთ თქვენი, მოგიწვევთ იმ დისკუსიაშიც, რომ ეს საჯარო გახდეს მთელი ქვეყნისათვის და ყველამ გამოხატოს ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ახლა ვთხოვთ, რომ თქვენს მიიღოთ ამ დისკუსიაში. ყველაზე საინტერესო არ გამეორდები მეგობრებო, უბრალოდ რა მაინტერესებს. თუ აქ ბიზნეს აქვს საწინააღმდეგო მოსაზრება, ძალიან სიამოვნებით მოვისმენთ ამ აზრს. გამოვიდეს და დაუჭიროთ ხარია. იქნები, შეიძლება ერთი სიტყვა. აი, გადარიგის პროტოკოლი. გადარიგის პროტოკოლი 70 წლებში მუშაობდი და იმის შიშით, რომ დემოკრატია დაიყვეს, ჩვენ გვეშინია ახლა რომ მოვითხოვოთ ის, რაც მოსათხოვია. იღუპება ადამიანები. უნდა აღვდგეთ წინ. ახლა ბატონმა დიმიტრი სამიმუშო ახალგაზრდა ოჯახით ვიცით რა არის პარლამენტარი იყო ახლა კანდიდატურა მისი დგას სახალხო დამცველის პოსტზე და იმას ახლა თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები წინ აღდგებიან აი შენი გამოყვები და სათამაშო ბიზნეს რომელიც არის დემოკრატიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი აღუდგეთ წინ, აი ეს ნახეთ, ახლა თუ წინა დაუყენებენ ამ დემოკრატიის შემოგზავნილი ნაწილი ნამდვილად. აი დემოკრატიული ქვეყნები სადაც როგორც ამერიკა და მაგას ვიცით ზუსტად. ჩვენ რას ვედრებით? ჩვენი მეგობარი ქვეყანა დაუშვათ ამერიკა. კიდაც დიდი ქვეყნები აიღეს. ჩვენ ვართ გაწრობილი გზაზე დამდგარი ერი და ავიმართოთ ხმა დემოკრატიის მარტივ ჩვენ ვიყავთ აღუდგეთ წინ ქალბატონმა ძალიან კარგად ილაპარაკა და შორს აიღონ საქართველოს ფარგლებში შორი არ არსებობს პატარა მონახაზია და ყველგან დაიწყება ადამიანები ამიტომ მოვითხოვოთ რომ ეს აიკრძალოს ნარკობიზნესი ხო აკრძალულია იგივე ნარკოტიკია თამაშის ბიზნესი ევროკის კლუბის ცენტრი დამწერლებით ხო და მე აბსოლუტურად დაგეთანხმოთ ახლა საუბარი იმაზე რომ საუბარი იმაზე დევალვაცია აქ საუბარი იმაზეა რომ სათამაშო ბიზნესის საკანონმდებლო რეგულაციების ხელახალ გააზრებაზე ჭირდება სადისკუსიო მოდგა მართლაც რადიკალური პროტესტის გამოხატვა პროტესტისთვის არ ჭირდება თუ ამ პროტესტს არ მოყვება რეალური შედეგები ამას სწორედ აი ამ ჩვენი ასე ვთქვათ ერთობის მოწინააღმდეგეები შესანიშნავად გამოიყენებენ და მათ შორის ხომ არ მინდა ვინმეს დავუბრალო მაგრამ თავისუფლების სახელით მოსული ბევრი ინსტიტუცია რომელიც იკვებება რაღაცა გაურკვეველი ბიუჯეტებით და გაურკვეველი დონორებისგან მიღებული თანხებით და ამას ჭირდება აი ძალიან მომეწონა მე ამ ადამიანის პოზიცია მე აბსოლუტურად გიმხრობთ თქვენ ფარს გიჭერთ და იმედია რომ თქვენი პოზიციის კიდევ უფრო ჯერონად და დეტალურად დაშვების შემდეგ საზოგადოებას ფარს დაგიჭერთ ჩვენ თუ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების დონეზე არ გავიაზრებთ რეალობა ჩვენ თუ არ შევისწავლეთ საკანონმდებლო ნორმატიული ბაზა რომელიც სათამაშო ბიზნესს ამეგრებს აი ეს ხარჯზე საუბარი დასაგებია შედეგიდან გამომდინარე და არა ხარჯზე მომიტევით შედეგიდან გამომდინარე მხოლოდ არ იქნება საკმარისი საბოლოო ბიზნესის მისაწევი რამდენიმე შეკითხვა დამისვია აქ უკვე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლისთვის ასე ვთქვათ უთლად მაღალ ეშელონებში და პასუხად მიმიღია რომელიც ხავს ასეთ ის რომ ქვეყანა არის განვითარების სტადიაში ქვეყანას სჭირდება ბიუჯეტი ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული ტურიზმთან და ამის შედეგად ამის აკრძალვა რაიმე სახით და მასზე წოლის მოხდენა ამ ეტაპზე შეუძლებელია
ჩვენ თუ გავერთიებდებით, ხო არის ახლა მაგალითად ერთი რო გამოყოფ ამ ძალიანად სათამაშო ბიზნესიდან სპორტ კლუბები, რომელიც მრავლად არის და არის შემთხვევები, რომ საბავშვო ბაღიდან ან სკოლიდან 50 მეტრში, 20 მეტრში არის გახსნა. მისი ასე ვთქვათ, დაკრძალვა არანაირად არ არის დაკავშირებული ტურიზმთან და ტურიზმის განვითარებასთან. შედეგები უფრო მძიმეა, იმიტომ რომ ბევრია და შესაბამისად ბევრი ადამიანია ჩართული. იგივე როგორც კაზინოც აქვს დამოკიდებულება, არანაკლებია კინოში. თუ კაზინოს მოთამაშეს სახლიდან გააქვს თან ოქროულიანის, იგივე საკეთებს ისიც უბრალოდ იკაგებს 10,000, იგაგებს 1,000-2,000. ასევე რომ მინდა ვთქვა, რომ შეიძლება რაღაც დონეებზე მოხდეს ზეწოლა ისეთი დონის, რომ ის მაინც აიკრძალოს. რომ გასასამართლებელისა გქონდეთ, რომ ის ტურიზმთან და დაუშვათ ბიზნესთან განვითარებას ხელს შეუწყოს. ეს თუ აიკრძალება, უკვე იქნება დიდი წინგანათლული დიდი ნაბიჯი. გვერდზე არის ბომბარდე. ჩვენ ალბათ ყველანი დავხვდებით იმაზე, რომ დასაწყებია პროცესი. პროცესი ჩვენ დავიწყებთ აუცილებლად ამას ობიექტივით მოგვეხმარება, აუცილებლად სხვა იმედია ჩაერთვებიან, სხვა საინფორმაციო საშუალებები, მეცხრეებზე უკვე იყო ეს გადაცემა, ახლა მაესტროს უნდა იყოს. საზოგადოებრივი აზრია შესაქმნელი, აქტუალიზაცია ამ პრობლემის პირველ რიგში, რაც თავარია. და ეს თავისთავად მოიტანს უკვე იმ მავნე შედეგების გაცნობიერება საზოგადოების მიერ, რომელიც დაადგა საქართველოში. ახლა ეს სათამაშო ბიზნესი არ არის იზოლირებული ბოროტება. მოგეხსენებათ სათამაშო ბიზნესის ღვიძლი დაზმანი არიან, პროსტიტუცია, ნარკომანია, სუიციდები და ასე შემდეგ. და ეს აბსოლუტური სიცრუეა, რომ სათამაშო ბიზნესის ხელშეწყობა სიტყვაზე ხელს უწყობდეს თითქოს ქვეყნის აყვავებას რაღაცა ფორმით. ეს მხოლოდ ერთეულების კეთილდღეობას ემსახურება და ის კეთილდღეობას მოგეხსენებათ შეძენილია სხვების გაუბედურების ხარჯზე და არანაირად არ შეიძლება ამას დაერქვას კეთილდღეობა. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ვიმოქმედებთ და ვიმოქმედებთ კვალიფიციურად და წიგნიერად, ანუ იქნება ყველა ჩვენს დებულებას ექნება დასურათხადებული ესე ვთქვათ ილუსტრაციები, მოგეხსენებათ ადამიანების დიდი უმრავლესობა მაინც ვიზუალურ აკმას ანიჭებს უპირატესობას და არა დაუშვათ იქ ვერბალურ კონსტრუქციებს. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, შევქმნით გულისხმობ რას? იგულისხმება ფლაიერები, იგულისხმება კლიპები, იგულისხმება დოკუმენტური ფილმები, იგულისხმება საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, სწორი ფორმირება. არ ყოთ პროპაგანდა უნდა დაუპირისპიროთ ჩვენ ამ მართლა შეუზღუდავ რაღაც აღვირაცნით პროპაგანდას ამ სათამაშო ბიზნესის. ეს არის ამოცანა. ასევე ის მიზეშეზებობრივი კავშირები, რომელიც არსებობს სათამაშო ბიზნესის აი ასეთი ტიპის შეუზღუდავ პროპაგანდირებასა და სხვა უბედურებებს შორის, რომელიც ჩვენი ქვეყნის დამახასიათებელია ჩვენი ქვეყნის ბოლო 20 წლის ისტორიისა, ეს ჩვენ გადამწყვეტ უპირატესობას მოგვანიჭებს, იმიტომ რომ ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა ამის წინააღმდეგია მინდა გითხრათ. უბრალოდ აი ეს განწყობილება, ასე ვთქვათ, არ არის გამოხატული, მისი თარგმანება არ ხდება, ასე ვთქვათ, გასაგებ ტერმინებში. იგივე ეკონომიკურ ტერმინებში რას ნიშნავს ეს? იგივე სოციალურ ტერმინებში და ასე ყველასთვის გასაგებ ენაზე უნდა დაიხატოს ეს. აი ეს არის მე მგონი ჩვენი პირველი ამოცანა. შემდეგ ეს უნდა გადავიდეს საზოგადოებრივ მოთხოვნაში. ჩვენ მე ამ ვაყალიბებ როგორ უნდა ვიმოქმედოთ თავადოდ ამაზე. ეს საზოგადოებრივ მოთხოვნაში უნდა გადავიდეს და შემდეგ უნდა მოხდეს ამის საკანონმდებლო ბაზის მომზადება და იმპლემენტაცია. აი ეს არის ეს სამი ეტაპი უნდა გავიაროთ ჩვენ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად ამას წარმატებით გავარცხებთ თავს. მით უმეტეს საქართველოს შენა სხვა დროდან და არ ამგონია, რომ ახალმა ხელისუფლებამ კვლავ გააგრძელოს ახლა საქართველოსგან იმ ტიპის ქვეყნის შექმნა, რომელიც ჩვენ ისტორიულ მოდელს, ჩვენ მენტალიტეტს, ზოგადად იმ იდეალებს ეწინააღმდეგება, რომელთაც ჩვენ ცხოვრობთ, ხო? ჩვენ არ გვინდა საქართველოს იყოს სექსტურიზმის, პროსტიტუციის, ნარკომანიის და აზარტული თამაშების ქვეყანა. ეს ხო არც არ გვინდა.
შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ, ახლა ეგ ბევრი ნიუანსები იქნება, გასაგებია, ნიუანსები გასათვალისწინებელია, მაგრამ გონება იმისაა ადამიანს მიცემული ღმერთისგან, რომ ნიუანსებიც გაითვალისწინოს და ყველაფერი გააკეთოს კვალიფიციურად. აი, მე მგონი დღეს ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანიც ეს იყო, რომ ჩვენი სტრატეგია გაგვეცნოთ თქვენთვის და ჩვენ არ გავჩერდებით ვიმოქმედებთ ყოველ დღე და ჩაერთო ძალიან ყველა ახალი სიგნება გვარების სახელით ჩავიწეროთ. მაესტროზე იქნება ეს თუ სხვა არხებზე იქნება თუ ობიექტივში ძალიან ხოთ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ, რომ ეს არ ქონდეს ამას იზოლირებული ხასიათი. აი ეს არის ჩვენი წინადადება. დიდი მადლობა ყველას ამ დისკუსიაში ჩართვას. მაინტერესებს რამდენი ორგანიზაცია დასახელდა, რომელიც ზავს ინიციატივებს ახორციელებს, ამიტომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ თვითონ ჩვენგანი გახსნილი იყო და ვიავარ ყველანაირი თანამშრომლობისთვის, ამიტომ მე არ მინდა ექსკლუზიური პროვას არ ვიღებ ამ თემასთან დაკავშირებით. წეგანი იყო გაჟღერებული ამ თემატიკასთან მიმართებაში, რომ თითქოს რაღაც ორგანიზაციული მონაწილეობენ. დიდი სიამოვნებით შევერთდებით, ჩვენ სასახლე ვაწოდებთ და თქვენ შემოგვიერთეთ ბატონებს არ არის ამ ორგანიზაციის და ამ საზოგადოების ინდივიდუალური პრობლემა. ეს არის ალბათ თითოეულის პრობლემა, ამიტომ თხოვნა მიხდება, რომ ეს თანამშრომლობები დამოკიდებულება საერთო პრობლემის გაზიარებისას მიიღოს აი ესეთი მიდგომა. კიდევ ერთხელ ნაძვნას. კი ბატონო, მივიღებთ ყველაფერში მონაწილეობას ჩვენს. კიდევ ერთხელ ჩვენ აღყურებთ ამ დისკუსიას. შევეცდებით, რომ კიდევ მოგიწვიოთ სხვა დროს, იქნებ გავაქტიუროთ ჩვენი მოსაზრებების წარმოდგენა თემატიკასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა მომხდარებისთვის. ითრა, თქვენ რაღაცა გეგმა გაქვთ, ჯერ რაღაც საზოგადოებრივ გაზს შექმნით და საკონტროლო ინიციატივას მე დაიწყეთ მომზადება. საზოგადოებრივ გაზი უკვე შექმნილია და ნაკელია ყველაფერი თქვენ საერთოდ რო უბრალესობთ. ან ვიდრე ლაპარაკი იმაზე რომ უნდა ვიღაცა მის პარლამენტში თქვენ გეგულებათ ვინმე ის დაინტერესებული არის. მათ უნდა მოამზადონ არ ვიცით მათ უნდა კონკრეტულად ლაპარაკი არის რამდენიმე წინადადებაზე, რომელიც უნდა დაემატოს სხვადასხვა კანონს. აქ მაგაზია ლაპარაკი, სხვაზე არაფერს. იგივე მამლზე მოქმედებისგან. ამდენად მოდი ეგრე გავაკეთოთ რა, აი ვინც არიან იურისტები. თუ აქ არიან იურისტები, შექმნა იურისტებმა ჯგუფი, თუ ეს დრო არ დავკარგოთ რა. შექმნა იურისტებმა ჯგუფი, ვინც მოამზადებს პაკეტს სხვადასხვა კანონში ცვლილების. ეს უფრო საქმიანი მიდგომა იქნება. ხო? და შესაბამისად გავარჯოთ ვის აინტერესებს ვინმეს პარლამენტში შესახები. იმიტომ ეს უნდა დააყენოს, ალბათ ერთი კაცი ვერ დააყენოს, უნდა დააყენოს ფრაქცია, ან ჯგუფმა, იმიტომ სერიოზული კანონია. ამდენად ჯობია ჩვენ პარალელურად დავიწყოთ მუშაობა საკანონმდებლო პაკეტზე და არა თქვა გადავდოთ რომ ჯერ საზოგადოებრივი აზრი და ასე შემდეგ. ეს დროის გარკვევა. აქ იმაზეა ლაპარაკი რომ იმდენად დიდი პროპაგანდა მიდის, შეიძლება ყოველდღურად ვიღაცა ამას ეჭირება რა. ესეთი მდგომარეობაა და ჩვენ საზოგადოებრივი აზრის ეხლა მანიპულირება და პროპაგანდის დრო არ არის. აქ არის პირდაპირ ვიღაც კონკრეტულად პარლამენტარად ეს საკითხი უნდა გააყენოს ხვალ და ძე, აი მაგაზია ლაპარაკი რა. ამიტომ ესეთი პირდაპირ შეგვიძლია რაღაც ჯგუფები, ვიღაცამ ჩაატაროს ეს დისკუსიები სხვებთან, ვიღაცამ დაწოლოს პროექტი საკანონმდებლო, ან თუ თქვენ ხართ იურისტები, გითხარით აი ვინც ეს დაპროექტებს, ჩვენ ეს ვიცოდეთ, ვინც ეს ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, რომ იქ ისეთი ძლიერი ლობია, რომ იქ რომ მიდგება საქმე, კონკრეტულად ცვლილებების შეგანება, იქ აღმოჩნდება სერიოზული მექანიზმი, რომელიც ამას დაუპირისპირდა. იგივე ინტერნეტ პროპაგანდას, იქ უზარმაზარი ბიზნესია ინტერნეტ თამაშების, ხო? ამდენად ჩვენ ესე იგი აქ უნდა ლაპარაკი იყოს, ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე უნდა აქ ვიღაცა მოიტანოს უკვე დამზადებული კანონ პროექტი და ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი. მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ უკვე თქვენ საუბრობთ რომ ეტაპები და დროს გავგავთ. ეს კეთდება, მაგრამ საერთოდ მოგეხსენება იქ თქვენ ბრძანეთ რომ არსებობს ძალიან ძლიერი ლობი. ამას იული პროცესი არ არის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ახლა ის ძალები, რომლებიც ამ კონცეფციას ცხოვრებაში ატარებდნენ, ისინი ხელისუფლებაში არიან. აქედან გამომდინარე საზოგადოებრივ აზრზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან კონკრეტულ რამებს, საზოგადოებრივას აქვს თავისი როგორ ვთქვათ მახასიათებლების გავლენას ახდენს. ახლა პირდაპირ გარწმუნებთ არის პაკეტი ახლა საკანონმდებლო
არსებობს ეს, მაგრამ პირდაპირ საკანონმდებლო კანონი პაკეტი რომ ახლა შევაკეთოთ, იქა უშედეგო იქნება და საქმეს ფუჭი დასრულდა იქნება ამ ეტაპზე. ეს ლაპარაკია რამდენიმე კვირაზე. როცა უნდა მომზადდეს ეს ყველაფერი და ეს ახლა ჩვენ ვართ და კიდევ რო იყო გადაცემა, ეს ზუსტად ის მუშაობაა, რომ საზოგადოებრივი აზრის აქტუალიზაცია მოხდეს. ამას მოყვება თან პარალელური რეჟიმი, ეს კი არა რომ ჯერ ის გაკეთდება და მე სინქრონული მოქმედებები თქვენ გეთანხმებით ამაში. ესეც უნდა გაკეთდეს, სამივე მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ და შედეგი დავაყენოთ. აი ამაზე მაქვს ლაპარაკი ჩვენ ერთმანეთს არ ვეწინააღმდეგებით, ერთი და იგივეს ვამბობ. ბატონი გოგო მუშაობს ზუსტად საკანონმდებლო პაკეტზე, მოგახსენებთვის. დისკუსიის აშკარა კარგი გამოძახილი იყო ბატონო ჩემო რაც თქვით. ჩვენი აზრიც ეს არის, ჩვენ მეტო შეკრიბულს, რომ თქვენი მოთხოვნა რა არის ის გავარკვიოთ, ჩვენი ჩამოყალიბებული გვაქვს. მოთხოვნა არის ორგვარი, ან შეზღუდო, ან აკრძალო. ჩვენ საზოგადოებისადმი ამ კუთხით გვაინტერესებს რა აფორმატ მიცემთ ამ საკანონმდებლო პაკეტს თუ ამ ინიციატივას, შეზღუდვას თუ აკრძალვას. ამიტომ ეს არა მარტო გასათვალისწინებელია თითოეული ჩვენანის, ასე ვთქვათ, სურვილები, არამედ რისი გატანის ან რისი ფორმირების საშუალება გვეძლევა თითოეულ ჩვენას და მე არ მინდა თქვა რომ დემოკრატიის ლოზუნგის გამო ჩვენ რაღაცებზე უკან დავიხებთ ან რაღაცებზე არ წავალ. უბრალოდ თქვენ საზოგადოებას რა გინდათ, დღევანდელი შეხვედრის მიზეზით სწორედ ეს არის და ამიტომ კარგი გამოძახილი იყო თითოეული თქვენგანის მოსაზრება ჩვენთვის იყო, ასე ვთქვათ, თითოეულ ამაზე ჩამატებული და კარგიასო, კარგი წინადადება იმ პაკეტში, რასაც თქვენი ცნებათვით, ასე ვთქვათ, ძალისხმევით გავაკეთებთ და შევქმნით და ამას აუცილებლად წარმოგიდგენთ და გაგაცნობთ. მეც მინდა გამოვიხმაუროთ ეს რეპლიკას. მე მაგრამ დარწმუნებული რომ საკანონმდებლო ინიციატივის გაჟღერებისა და წარმოქმნის უფლებიდან გამომდინარე უფლიანი იქნება და დამეთანხმებით ამაში რომ 30,000 ხელმოწერით იქნება შეტანილი საქართველოს პარლამენტში, მინემ ვთქვათ ერთი პარლამენტის წევრის მიერ იქნეს ინიცირებული ან თუნდაც ფრაქციის მიერ იქნეს ინიცირებული. ამ შემთხვევაში საზოგადოების ჩართულობა იქნება გარანტია იმისა, რომ მომეტებული საზოგადოებრივი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე ეს პროექტი იქნება აუცილებლად განხილული, თორემ გარწმუნებთ რომ წინა მოწვევის პარლამენტის გამოცდილებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი კანონპროექტი იქნებოდა ჯორდი ბაღათურიას მიერ ინიცირებული, გია ცაგარიშვილის თუ ჩემს მიერ დღესაც შემოდებულია საორგანიზაციო დეპარტამენტის თაროზე და არ უნახავს დღის სინაზრე. ამიტომ როდესაც 30,000 კაციანი ხელმოწერით შევა საკანონმდებლო ინიციატივა და მას უკვე გარეთაც დახვდება უკვე 100,000-ზე მეტი ადამიანი, მე დარწმუნებული ვარ იძულებული იქნება პარლამენტის ის ნაწილიც, რომელზეც მე პატმოსოსოს აბსოლუტურად ვეთანხმები ლობირებდა და ლობირებს სათამაშო ბიზნესს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, იძულებულს გავხდით უარი თქვას ამ განზრახვაზე. პოლიტიკურად მათთვის ეს გახდება მიზანშეუწონელი. აი ამას უნდა მივახციოთ. ამ შემთხვევაში გამარჯვება ჩვენ მხარეს დარჩება. ეს არის ჩვენი მეთოდი, ეს არის ხანერად ვერ ვიმოქმედებთ, უბრალოდ კონტრპროდუქტიული იქნება. მოგვიგებენ ისინი და კიდე გაუგებრიდროებით გადაიწევა ყველა ჩვენთაგანისთვის სასურველი საკანონმდებლო ცვლილება. აი ეს არის. არ უნდა მოვაგებინოთ ხო ჩვენი ამოცანა რომ ჩვენ მოვიგოთ ეს ბრძოლა და ჩართულობა მთავარია ბატონმა დიმიტრი ბრაზანა 30,000 ხელმოწერა იქნება თუ 50,000, ამას შესაბამისი იურიდიული პროცედურების დაცვით გავაკეთოთ. მე ამის იგნორირება უკვე გახდება შეუძლებელი. აი ეს არის ამოცანა. მოგესალმებით ყველას. მოხარული ვარ ასეთი შეხვედრისთვის. მინდა გაცნობოთ რომ არის წელიწადზე მეტი არის რაც შექმნილი არის ინტერნეტ გვერდი აზარტული თამაშების შესახებ. საიტია აზარტომანია ჯი. სადაც წარმოდგენილი არის აუდიო ვიდეო მასალა, ჩანაწერები არის გაკეთებული, დაახლოებით 15-მდე სასულიერო პირია ჩაწერილი, მეუფირებიც და რამდენიმე ფსიქოთერაპია. შორის ქალბატონი თეაგო გოტიშვილიც, მამა დავით ციცკიშვილიც, რომელიც ფსიქოლოგიას ასწავლის სასულიეროში და ძალიან საინტერესო პასუხები არის იმ პრობლემატურ კითხვებზე, რაც არის სამეცნიერო აზარტული თამაშების ირგვლივ. მათ შორის როგორ შეიძლება რომ განთავისუფლდეს ადამიანი ამ სენსიდან, როგორ შეიძლება რომ სხვა დაეხმაროს ახლობელი ოჯახის წევრი ან სხვა. დაწესებულების მეპატრონებიც არის ჩანაწერი 10-ზე მეტია დაახლოებით. თუ რატო არის თორე და საქმეს აკეთებენ ისინი ქვეყნისთვის, ერისთვის
უფრო გაცილებით ცუდა დაკეთებენ, მათ ძიმე საქმეებს აკეთებენ, იმიტომ რომ ისინი სულზე მოფრინებენ ადამიანს და პირდაპირ ჯოჯოხეთში ისინი მათი ქმედებებიდან გამომდინარე კიდე ბევრი სასოფლოში სასულო უცხოელი დამპყრობლების მიერ რომ აგერ 100,000 მოწამე ეწამდა ერთხელ ხო და მაგაზე გაცილებით მძიმე არის მეპატრონეები რომლებიც სულ ცხოვრობენ ადამიანები ისინი კიდე აგერ წმინდა რედაქციის უამრავი ადამიანი და ეს დასაფიქრებელი უნდა მივიდეს ხალხმა უნდა გაიაზროს ყველა თუ რა საქმეს აკეთებენ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს მათ შორის კიდევ 10-ზე მეტი ჩანაწერია გაკეთებული შანგრილას მეუფეების ჩანაწერი ძალიან საინტერესოა ის და კიდევ ბევრი ისეთ საკითხზე რაც არის ამის ირგვლივ ყველას გირჩევთ რომ ეწვიოთ და დათვალიერებთ და თქვენ გვერდით როგორ არის საიტზე აზარტომანია ჯი უბრალოდ ძალიან მეხსოვს ყველას აი ვინც დღეს დისკუსიაში მონაწილეობს მივიღებთ რომ როგორ დაგიკავშირდეთ ჩვენ ნანა სისტა ჩაეწერეთ მას თქვენი კოორდინატები დადოვეთ და მაესტროშიც რო გვექნება დისკუსია ყველას მოგიწევთ და უბრალოდ როგორ დაგიკავშირდეთ საკოორდინაციო საკანონმდებლო ინიციატივას ხო და თქვენი აზრი ჩამოვაყალიბეთ ამაზე დაკავშირებით შეზღუდვა არანაირად დაგმოვიდა ცნობილი და სწორი აკეთა ეს განკვეთილად შეზღუდვას ნიშნავს იმიტომ რომ არის უცხოური საიტები სადაც თუ ძალიან მოეწონიან შევაკეთეთ ამას ანუ თავიდეს და სხვა ქვეყანაში თამაშ ეს ხო შეზღუდვის ეგრე კაცი ფორმაციები და განიხილეთ ანუ მხოლოდ ამას მაგის აფერისფეროდ გეტყვი რომ აი უშის წინ უყურებდი რუსთაველს და უკვე სპორტად აცხადებენ ხო და ის გუსმინეთ ხო პოკერს ჩემპიონატების ჩატარებას აპირება ღია ეთერში სპორტად უნდა გაასწავლო რა თქმა უნდა იმიტომ რომ უკვე დაიძინეს რომ ასე წინააღმდეგობა წამოვიდა პოპულარიზაციას უკეთებენ და თვითონაც არ ეციან რამხელა ცოდვა ჩადიან ეს ერისენაში ჩვენ ვფიქრობთ რომ ერთი დიდი მასშტაბური აქცია ჩაგვეტარებინა სადაც რამდენი 10,000 ადამიანს მოიყვანეთ ერთი მაისურები და ტრუსები აკლეს სწორი სპორტსმენები არიან ეგრე გამოდის აგარის ჩემი აზრით ძალიან მასშტაბური აქცია სული იმისა რაც უნდა გაკეთდეს და კარგია მაგრამ ძალიან მომწონს მე საინიციატივო ჯგუფის დასავალ ერთ დღეში ეს მიუღწევადია და ის რომ მე მინდა ჩემი ნება რომ იყოს ერთ დღეში მინდა რომ ყველას ყოფილდეს მართლმადიდებლობის ჩემი ნება რომ იყოს ამიტომ ნაბიჯნაბიჯ და ჩემი აზრით პირველ ეტაპზე თუ რეკლამის საფუძველს მაინც მივახცევ ისევე როგორც კარგულ საათებში აღწევდა თამბაქოს და ალკოჰოლის რეკლამა ისე ქალაქში და ნაბიჯ კიდე შესრულებული თუ გაკეთდება თავდაპირველად ეს რა თქმა უნდა საზოგადოებრივი აზრის შექმნა დღეს სხვადასხვა რუსთავი ახსენებს თქვენ და დავით ფურაშვილი იყო და იქ ნარკომანიასთან დაკავშირებით ესპანეთის მაგალითი მოიყვანა რომ ესპანელმა დედებმა როდესაც ეს ძალიან აქტუალური გახდა შვილმკვდარმა დედებმა ნარკომანი შვილების სურათებთან ერთად მოაწეს აქციები და ჩვენ კიდევ მალავთ თუ შვილი ნარკომანი ხდება ამბობენ თითქმის უპასუხო ალბათ რაღაც ესეთი უხე გასაზიარებული ალბათ მე ვფიქრობ რომ აკრძალვა არის ფაქტობრივად ერთი წინადადება რაღაც კანონში ხო და უფრო მნიშვნელოვანი და უფრო რეალური იქნება შეზღუდვაზე ლაპარაკი რა ალბათ აი თქვენ უნდა იმაზე ვფიქროთ რომ რამდენიმე ტიპის შეზღუდვის კანონ პროექტი მომზადდეს და ისე იყოს ლაპარაკი იმიტომ რომ თუ ჩვენ მიწვევთ რომ აიგზავნოს ამას მოყვება ну ძალიან სხვადასხვა ტიპის არგუმენტირება საწინააღმდეგო იმიტომ რომ ევროკავშირში რაღაც ტიპის თამაშები არ არის აკრძალული ინტერნეტ თამაშებიც გარკვეული არ არის აკრძალული ამდენად ესე იგი რეალური უფრო იქნება შეზღუდვის სხვადასხვა დონის პაკეტების მომზადება რა ბოდიშ ერთ რიცხვი შეზღუდვასთან დაკავშირებით ეს მგონია რომ თუ შეზღუდვის გარეშე იღუპება თქვათ 100 ადამიანი წელიწადში შეზღუდვით მოდი დაიღუპოს 5 ხო? ესეთი ლოგიკა არის ჩემი და სრულად უნდა იგრძნოს აუცილებლად და ყველა უნდა ვიცოდეთ ერთი ძალიან კარგი ესაზღვრე ჩამყალიბდა უბრალოდ ერთი საშინაო არსებობს აქ ხო? ყველაფერი რაც აკრძალულია იწვევს მის
კუთხით გადასვლას, ანუ სათამაშო ბიზნესი გადავა უკვე შავფორმებში და შავის თქვა იატაკოში ჩამოყალიბდება. ჩვენ უბრალოდ სამწუხაროდ ერთ-ერთი ჩვენგანი ვერ დაუპირისპირდებით თამაშს. ჩვენ ამის იდეა არ გვაქვს, თამაში ვერავის ვერ დაუპირისპირდება. იქიდან გამომდინარე, რომ ეს თითოეული ადამიანის მოთხოვნილება არის ან არ არის. უბრალოდ ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნესზე, რომელიც ჩართულია თამაშის ინდუსტრიაში. ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, შეგვიძლია თუ რა ვუძაბოთ, ან შევზღუდოთ თამაშისადმი დამოკიდებულება მის ადამიანის და სათამაშო ბიზნესში ჩართვა. სახელმწიფოს მიდგომაზეა საუბარი, რომ ეს მანკიერება, ეს აღნემყარი, რაც არის ბიზნესის, ხო, დაუპირისპიროთ საზოგადოებრივი აზრი ამ ყველაფერს. ყველა იმ მოგებას, რაც შეიძლება სახელმწიფო იღებდეს სათამაშო ბიზნესისგან დაუპირისპიროს, ის საკმაოდ რაც თითოეულ ადამიანს გააჩნია. აი ამაზე არის საუბარი დღეს რა. ჩვენ სამწუხაროდ უდიდგან მეკითხვა, რომ თამაში სულ არის და შეიძლება სულ იყოს, მაგრამ თუ აუგზავნებთ ამ ყველაფერს, ის აუცილებლად გადავა იატაკში და ეს შეიძლება უფრო მეტ პრობლემას იწვევდეს. უბრალოდ მე საბუსქრიფციო ჩემი შემინდა რომ შემოვიტანო ეს და მაგრამ ამაზეც ვიფიქრობთ რა. რა შეიძლება გამოიწვიოს ამან. თუ არის შესაძლებელი, კი ბატონო, ესეც ძალიან კარგი იდეა იქნებოდა. უკვე 11 წელია ჩვენი ოჯახი რაც ამას ეძღვნის და დედაჩემმა ყველაფერი გააკეთა რომ იქნებ რამენაირად არ შეეშვა თვითონ შავსია ეს არის ტყუილი რამდენჯერ მივედით და შავსიაში თუ შეიყვანეთ და მეორე დღესაც ისე უშოვეთ იყოს სრულწლოვანი მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა სრულწლოვანი იქნება გარასრულწლოვანი შემდეგ ამ ზაფხულს ბატონ ნოდარ მელაძეს მიწერე 100 გრადუს ცელსიუსში რომ იქნება ეს თემა წაიყვანა მოთამაშეებზე და მე პატრონებიც მოვიყვანეთ მოგვივიდა წელი დაგვიდეკა რომ მოგდანეთ კი იმაზე იქნება თემა სანამ ჩაწერა იქნებოდა ჩვენ მხართ რომ თუ იქნება შედეგი ჩვენ აქ გვაინტერესებს ამ გადაცემის რეიტინგი ჩვენ დაგვიგვირდნენ რომ აუცილებლად ყველა კადიმის მე პატრონებს დაუკავშირდებოდნენ და 100 გრადუს ცელსიუსის სახელს თხოვდნენ რომ ჩემი ძმა არ შეეცვლათ კადიმში იქაც გადაცემაშიც იყო ამ ზაფხულს გავიდა ეს გადაცემაშიც არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთგულწმა რომ ჩვენ მათ დავეხმარებით ბანკში გვაქვს ბინა ჩავსებული მაგრამ გადაცემაში ამ გადაცემამ პირველი ადგილი აიღო რეიტინგით და მის მერე რამდენჯერ დავდექეთ რომ ჩვენ დავხმარებოდნენ არანაირად არ დავხმარებიან არც გადაცემა არც ბინის გამოტანა ბანკიდან და არც დავდეკიათ კაზინოებში რომ ჩემს შემდეგ დედაჩემმა მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას გვითხრეს რომ პასუხი იქნება ერთ კვირაში იქაც დავდეკეთ და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოადგილე მოუხმება რომ ქალბატონო დავწინა რომ თქვენ გულისთვის ჩვენ კაზინოს დავკრებავთ ერთხელ სრულიად ამის თემაზე როგორ შემოგაქვთ განცხადებაო ამასაც დავანებეთ თავი და ბოლო იმედი არის ბატონი ვიცინა ამის მარტო აი რომ გააკეთოს ჩვენი ოჯახი და სხვა არაფერი კარგი იქნება თუ საერთოდ აიკრძალება და არა მარტო არასრულწლოვნებზე ეს უნდა იყოს ყველა არა მნიშვნელობა თქვენ არ იცით რა ნიშნავს რამდენჯერ მეხუთე საათიდან გამოხტომა უნდა და ჩემთან კარგი ჩავკეტია და არ გამოგვიშვია ზაფხულში ვყავართ ანუ 5-6 დღე იკარგება პატრონში მიდიოდა ჩემი ერთეც მაგრამ პატრონი გვეუბნება კი ჩვენ ვიპოვეთ მაგრამ რომ მოგიყვანთ სახში მაშინ ჯაჭვიდა ის ისევ გაიქცევა ვიპოვეთ სხვადასხვა პატრონმა 5 დღის მერე რამდენჯერ მერე მანქანით თქვართან ბარდიუზე შეაგდოთ ეკონომიკის მიცდელობით ამაზეც გადარჩა მანქანა დაიწყო მანქანა ცალკე გახდა და ანუ ეს საერთოდ სამიცდელობა იყო ესეთი მაგრამ პასუხი მაინც უარი იყო და უშედეგოდ ის შავისია ლას-ვეგას დავასახელე გაგარინის მოედანზე რამდენჯერ ასევე აჩერა ყველა კაზინო შემოუვიდეთ უკვე 11 წელია რამდენჯერ მივსულვათ ლას-ვეგასიდან მე თვითონ პირადად მივსულვათ გამომიგდია რომ მithოვია დაცვის ბიჭების ძალიან უფრო დამეხმარეთ ადგეს მე ვერ ვეორეოდი ჩემთან ადგეს ძალიან უფრო დაცვის ბიჭი ამბობს რა შეიძლება იცი რა ისეთ იმაზე დასმულ სანამ ბოლომდე არის თამაშებს მე ამას ვერ ავახდებ და უარით მეუბნებოდი მე როგორც იქნება ბოლომდე სანამ ბოლომდე არ წარგებინებდნენ და ადგებოდა ჩემი ძმა მოვითხოვე მენეჯერი აქედან მე დავსრულია რომ სანამ მენეჯერი არ მოვიდა მენეჯერი გოგო და მეუბნება კი ბატონო არ შემოუშვეთ გავაშავეთ თუ აქ ამ მაგიდას დაამთავრეთ მე ვთხარი მე დავამთავრო ერთი სამითაც არ დავამთავრე არა შენ არ უნდა დაამთავრე ეს მაგიდა თვითონ უნდა დაამთავრე მე ეს მაგიდა რომ დაიმთავრეს ვინ უნდა აწყოს რა თქმა უნდა თვითონ რაღაც ეს მაგიდა $25,000-დან ზედმეტ იწყება და იგივე აი შავისია ეს არის თხოვილი
ტყუილია, ეს არათქოს არა. ნებისმიერ კარტინაში გამოვყვები, როცა შავიცია და ჩვენ ის არ შემოგვიჩვიაო, არის ისეთი მომენტები, რომ ვიცით ის თვითონ იქ იყო. უკვე 7 წელია, 11 წელია რაც თამაშობს, უკვე 7 წელია სოფელში დავიყვანთ ამის გამო, ცოლ-შვილი დაკარგა, ამის გამო, ნახევარ მილიონზე მაქვს საუბარი და ყველაფერი ქონება წადებული გვაქვს ჩვენ, ის ბანკში ბინა სოფლის გვაქვს ჩადებული, მაგრამ მაინც გასაგებია არ არის. კიდევ თუ არის აი გაზარალებულები, რომლებიც შეიძლება თავიანთ ის რეგულაციას გაზარალებული მონიტორინგის აი მინდა შევხვდეთ რა ანუ შესაძლებელია იგივე აი საკანონმდებლო ორგანოში მომზადდეს ისეთი კანონპროექტი რომელიც დაავალდებულებს იმიტომ მე ვიცი უამრავი მოთამაშე ვისაც სურვილი არ აქვს რომ წავიდეს მაგრამ როგორც პირველი ფინანსური რაღაც საშუალება გამოუჩნდება მითს რომ შეიქმნას ისეთი კანონი რომ თვითონ მოთამაშემ თუ ერთხელ განაცხადა უარი წერილობითი ფორმით იქნება ეს რაღაც და შეიტანა განაცხადი აი იგივე სამორინეში რომ არ შემომიშვათ რომ აღარ შეუშვათ აი ესეთი რაღაც საკრძალო შეიძლება რაც შეეხება ხარ იმ საკრძალოს საერთოდ აიგზავნოთ ძალიან საერთოდ აკრძალული პროსტიტუციაც არის არ არის უმძიმესი შემთხვევები თუნდაც იდიდები მასშტაბები ნაკლებია ქალბატონო მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო მძიმე შედეგი ვალების ნაცვლად შეიძლება მოხდეს ყველობები ძალიან კარგად ვიცი დამერწმუნე მე 8 წელი დაახლოებით 8 წელი ვიყავ მოუსმინოთ ერთმანეთს და გამოვლილი მაქვს დაწყებული აი ამ თავიდან დაწყებული გაუბრუნებელი და თვითმკვლელობის შემთხვევა პირადად ვიცი კაცნოში არაჭარაში მომხდარიც ამიტომ ვიძახილოს სწორად უნდა მიუძღეთ რა ერთი რომ უცებ ავგზავნოთ ეს გამოჩნდებიან ადამიანები ვინც უცებ გასნიან ამ ეგრეთ წოდებულ იატაკქვეშა კაზინოებს მოთხოვნილება იმ დამოკიდებულ პირებს მაინც ექნებათ თამაშის და ისინი ისევ წავდნენ და თუ დაუშვათ აქ რაღაც იმით მაინც კონტროლდება იგივე ვიდეო კამერებით იმით იქ იქნება უკონტროლო ამიტომ მე ვიძახილოს სწორად განსაზღვროთ რა გვინდა და როგორ უნდა მივუღოთ ამ საკითხს ხელმისაწვდომობა უნდა აუგზავნოთ კაზინო კი უნდა აუგზავნოთ თუ ეს კაზინო იქნება სიტყვაზე 200 კილომეტრის მოშორებით ხო სტუდენტი 5 ლარით ტაქსს ვერ მისცემს და $100 ვერ წავა და ვერ შევა ხო შიგნიდან იგივე ასე ამიტომ კაი ხო უნდა მოხდეს სწორი მიდგომა რომ კი არ ავგზავნოთ მოვახილოთ ის რომ დავიცვათ საზოგადოება აი ამ ადვილი ხელმისაწვდომობის ქალბატონ მარინეს აქვს ერთი კომენტარი უკაცრავად აი მე თქვენთან მინდა კარგი იქნება მართლაც უკვლევები იქნება და აი ჩვენი ცენტრი რომელიც არის ანტინარკოტიკული ცენტრი და ჩვენ მუშაობთ არა მარტო ნარკომანებთან არამედ გემბლერებთან ინტერნეტ ადიქტებთან და კომპიუტერულ გამოკითებთან ეს უზარმაზარი და არავის არ აქვს ხა იმის ილუზია რომ გაქრება მაგრამ ნუ გვეშინია ჩვენი თუ კი შეიძლება რომ შტატში მთლიანად აიგზავნოს რომელიღაც ქვეყანაში აი ჩვენ რატო გვეშინია მაგრამ იატაკქვეშეთში თუ გადავა ამისთვის არსებობს სამართალდამცავები მე არ ლაპარაკობ ღმერთმა დაიფაროს რასაც საცოდავ ნარკომანებს უშევდეთ თან გდანის ციხეში მუშაობდი და ვიცი რაღაცა რეგულირება და მოხდეს არა მოგითხოვოთ ბევრი და მივიღებთ ნაკლებს ახლა არ გეგონათ რომ ვინმე თქვათ პირდაპირ აღგზავნოს აი რაღაცა ესეთი ის რომ დავგეგმოთ ეს ამბობი აქ ლაპარაკი არის ერთი არის რომ პარლამენტმა მოამზადოს მეორე არის რომ მედიასა და სამხედროზე შეუძლია ამის მომზადება რომელიც ფინიში ისე შეესრულა ამდენად ეს აქ ლაპარაკი იმაზე რომ გავანაცვლოთ რაღაც სამხედროზე და მედიაზე იმიტომ რომ ეხლა შეგვიძლია თქვა ვიღაცამ შეგვიძლია ადგეს და უჩივლოს თქვა მედიას რომ მე ვაპროტესტებ რომ აი ყველგან სადაც დადის ჩემი მოსწავლე ჩემი შვილი ყველგან არის რეკლამა ხო? საერთო რეგულაციის არა, შეიძლება იმან მიიღოს ეგეთი მოძრაობაც იყოს მართლმართველობის კანონიდან გამომდინარე. ეს საერთო რეგულაციის სფერო რეგლამენტირებული არის რაღაც პროპაგანდის ერთ-ერთი ფორმა არის რომ ვიღაცა შოქება იჩქაროს. ასაკობრივი შეზღუდვებიდან და დასრულებული იმისიდან.
მაგიდაზე, თვითონ მაგიდაზე რამდენი უნდა იყოს გადასახადი. ახლა ერთი რაღაცა მინდა ვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადავა იატაკქვეშეთში. იატაკქვეშეთში დიდი ხანია გადასულია, ხა იცით თქვენ ეს მაზავიგები და თავანზე თამაში. გადასული არ არის, ყველაზე მძიმე შედეგები სწორედ ამას მოაქვს. ახლა თუ ნებადართულია ეს ყველაფერი რა, ამით როცა უნდა თამაშობენ და პირიქით, უბრალოდ სტიმულირებულია, ახლა ეს არ ამბობია რომ რაღაც პირიქით აქ რაზეა ლაპარაკი, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რომ თამაშზე დამოკიდებულება დაახლოებით ტიპოლოგიურად იგივე რა წამალზე დამოკიდებულება, ანუ ნარკო დამოკიდებულება. იგივეა ეს, ანუ ადამიანი რა არის აქ თავი, ადამიანი გზნობს თავს უბედურად თუ ის გზნობს სიცარიელეს, ის გზნობს დეპრესიას და ამ დეპრესიის და სიცარიელის შევძლებთ ერთადერთ საშუალებად ეჩვენება თამაში. და აი რა მაგალითი ხარია მეხუთე საათიან გადადგომას რო უამრავი ასეთი მაგალითია თითოეულმა ჩვენთანმა ვიცი. ახლა თუ აგენტია და ჩანს უშუალოდ დაუშვათ ქიმიური აგენტია დამოკიდებულების ეს არნიშნავს რომ დამოკიდებულება არ არსებობს, არსებობს. და სტიმულირება დამოკიდებულების და პროპაგანდა ფსიქიკაზე ართენს გავლენას, მით უმეტეს საქმე როცა ბიზნეს ინტერესებთან გვაქვს და საქმე გვაქვს უამრავ ძალიან დახვეწილ ტექნოლოგიასთან, უზარმაზარი პროვის ინდუსტრია ეს სათამაშო ბიზნესი. შესაბამისად მათ შემუშავებული აქვს როგორი სტიმულირება გაუკეთონ თავიანთ ცხოვრებას, ანუ მოთამაშეებს. ახლა აქ არის გადამოღებული ეს ტექნოლოგიები და ბუნებრივია ეს ადამიანები ექცევიან ამზე გავლენის ქვეშ. ახლა რა უნდა ჩვენ უყუროთ ნადგურდება ოჯახები? ეს ხო გამორიცხული სუსტებელია. ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო პოზიცია ჩემი აზრით. ამიტომ გასაგებია ტაქტიკური თვალსაზრისით რა უნდა გაკეთდეს, ეს ერთი საკითხია. სტრატეგია ჩვენი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, აკრძალვა. ისე როგორც არის მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების უმეტეს შტატებში, ხო? ახლა იქ ვისაც ლას-ვეგასი ახსოვს, ეს ნევადას უდაბნოა მოგხსენება და 2000 კილომეტრი უნდა გაიაროს დაუშვათ. რომელიღაც შტატიდან დაუშვი, რომ იქ მოხდეს და ხო და ანდა დაუშვათ სოფლიოს რომელიმე კუთხიდან. ეს არის ჩვენ უბრალოდ ეს კომპლექსი ამ ლიბერალური პოლიტიკოსების, რომლებიც ახლა დაუშვათ იმისთვის, რომ სათამაშო ბიზნესის აკრძალვას ითხოვს ვინმე, მიაკერებს რაღაც იმას, სახეს, რაღაც იარაღს. ამის შიში ჩვენ რა უნდა გქონდეს? ჩვენ ტრადიციაში ეს ითვლება ცოდვად. მარტივია ხო ეს მე მგონი და ამ ტრადიციის მიმდევარია 85% ჩვენი მოსახლეობის და ისე უნდა გვხსენოდეს. აი გამაგებინეთ ერთი ჩვენ საკუთარ სამშობლოში ვცხოვრობთ. აქ ტაქტიკური საკითხები ერთია, მიზანი და ტაქტიკური საკითხები უნდა გავმიჩნოთ რა. აქ ლატარი შეზღუდვას არ არის ლაპარაკი, შეიძლება რომ აი PSK-სთან წამახალისებელი სადაც მეშენილია ლარაკ რაღაცა ვიყიდო და თქვა მანქანა მოვიგო, ჩვენ ამაზე არ აგვაქვს. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში და სტატში ეგეც აკრძალულია ლატარიაც კი. ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ. და თქვენ ხა არ არის ის ილუზიები, რომ ხა აღარ ითამაშებს არავინ ან სახში ან ეზოში. მაგრამ ლაპარაკია იმაზე, რომ აი ეს ბავშვები და ახალგაზრდები ხელმისაწვდომობა არ უნდა ქონდეს მათ არანაირად, რომ ინტერნეტიდან აი ლონდონში მოხდა მსოფლიო ჩემპიონატის დროს ბავშვი შევიდა მამის ბარათით და ძალიან დიდი თანხა მოიგო და ვერ აიღო მამამისმა ეს თანხა, რადგან ბავშვისგან იყო. ან არ უნდა ქონდეს ბავშვს უფლება, რომ შევიდეს. უფლება კი აი ბარიერები უნდა იყოს, ძალიან ბევრი ბარიერები, რომ ვერ მოახერხოს. როგორც პორნოს საიტებს, ხო მთელი დღე რომ გასულია ტელევიზიაში ოჯახი და ბავშვი შედის და ცვედანობას და იმპოტენციას იწვევს სწორედ აი ეს პორნოს საიტები. მამაკაცების სერიოზული პრობლემა, რაც აღარ ვლაპარაკობ სხვა პრობლემებზე და მე ხარ მე სხვა მიმართულებით დავედი, მაგრამ ვერ აკრძალავ ამას, მაგრამ იყოს კოდირებული და ვიღაცისთვის ვისაც აინტერესებს. აი რაღაც ამას ვამბობ, უკაცრავად. ცოტა ახსენეთ თქვენ აზარტომენეჯზე დეტალურად არის ახსენილი, ყველა ეს გარემოება თუ რატო არის ცოტა მიიღოთ. და იატაკქვეშეთთან დაკავშირებით მინდა თქვა, რომ თუ სახელმწიფო დონეზე გამოცხადება ბრძოლა ამის წინააღმდეგ არანაირი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ აღმოჩენაც არ იქნება პრობლემა და დიდი თანხებით დაჯარიმდება. და თუ
ფულთან დაკავშირებით მინდა თქვა, მას წინააღმდეგ ვინც ფიქრობს, რომ ბიუჯეტი ეცემა. რაც უფრო დიდი ფული შედის ბიუჯეტში, ეს იმას ნიშნავს, რომ გაცილებით ინვესტი მიდის პატრონებიდან და ეს იმას ნიშნავს, რომ პროპორციულად გაცილებით დიდი რაოდენობით